საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა აქცია სტუდენტების, პროფესორ მასწავლებლების იმ ადამიანების, ვინც ერთხმად თანხმდებიან, რომ არ არის მათთვის მისაღები ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული ოცნების მინისტრი სთავაზობს ამ ადამიანებს და რომლითაც ირკვევა, რომ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება. სურთ აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური უნივერსიტეტის შესასვლელთან პროფესორ მასწავლებლების სიტყვით მიმართავდნენ აქ შეკრებილ საზოგადოებას და ყველა აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და გზავნილებს, რატომ არის ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღები და ამის შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს პროტესტის მონაწილეებთან სასაუბროდ ჩამოვიდა თავად ამ უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძეც, რომელმაც თუმცა მისი სიტყვით გამოსვლის დროს შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები აქ შეკრებილმა საზოგადოებამ ვერ მიიღო. დავით გურგენიძე დღეს სიტყვით გამოსვლის დროს შეიძლება ითქვას, რომ ძირითად ნაწილში აქებდა ქართული ოცნების მინისტრს, განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, თუმცა იმ კონკრეტულ კითხვაზე თავად რექტორის პოზიცია რა არის, ის ეთანხმება თუ არა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და შესაბამისად აქ შეკრებილმა საზოგადოებამ და შესაბამისად მათ ლოგიკურად ეს კითხვაც დაასვეს, რასაც მისი მხრიდან საკმაოდ კრიტიკული პოზიცია შეიძლება ითქვას, რომ მოხვა თავად დავით გურგენიძის მხრიდან და მათ შორის ინტრიგანიც კი უწოდა აქ შეკრებილ ადამიანებს სწორედ იმ კითხვის გამო, რაც მათ მისი სიტყვით გამოსვლის შემდგომ გაუჩნდა და შესაბამისად ეს ადამიანები სრულიად გაურკვევლობაში არიან მაინც თავად როგორია რექტორის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თავად დავით გურგენიძე ამტკიცებდა დღეს სიტყვით გამოსვლის დროს იმას, რომ ორშაბათს ან სამშაბათს ისინი გახსნიან აკადემიური საბჭოს სხდომას უნივერსიტეტში, აქ მოიწოვენ ყველა ლექტორს, პროფესორ მასწავლებელს, ეს იქნება ღია შეკრება, სადაც იქნება აზრთა გაცვლა და ამის შემდგომ მიიღებს უკვე განათლების სამინისტრო თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას და შესაბამისად ამ ადამიანებს დღეს არწმუნებდა და ამტკიცებდა იმას, რომ ეს დამოუკიდებლად არ იქნება მიღებული აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება, თუმცა ეს ბუნდოვანი იყო თავად აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, რადგან მარტივ კითხვაზე ვერ მიიღეს ამ ადამიანებმა პასუხი, თავად რექტორის პოზიცია როგორი იყო, ის ეთანხმება და მოსწონს თუ არა მას გადაწყვეტილება, რომლითაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავენ. ამიტომ გთხოვთ და გეხვეწებით, მომეცით საშუალება და მიეცით ყველას საშუალება, რომ მაღალი აკადემიური განათლებითა და გონებით მიუღეთ ავსაკის და გავიდეთ იმ გზაზე, რომელიც ამ ეს კედლები იმსახურება. დიდი მადლობა, აღზევსჯელობა და ერთმანეთს დავდოთ. ბევრს და იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ სიყვარული. განდო. ეხლა დღეს გირლანდები ჩამოხსნეს და არ გინდა მეთქი ინტრიგანობა გეუბნებით, ცნობილი ხარ მაგით. არ გინდა მეთქი, მართლა გეუბნებით. გირლანდეს ძიდენ და მეცნიერებს და ახლა მასწავლებლებს ხო ფანტაზიის დიდი უნარი გვაქვს. ეხლა ესეც გამომძანდა აგერს. გამირე ერთი ამბავი იყო, ინტრიგას, ტყუილს, პოლიტიკისკენ სწრაფას თავი დაანებთ. ყველაფერში იქნება სიწმარე. ეჩვი არ მეპარება არც ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, არც ბატონი მინისტრი, არც სამთავრობო გუნდი არ გააკეთებს უთქვეროდ რამეს. მეწუნეთ ამაში და ესეც იქნება. არგია თუ არა რომ შეუერთდეს უნივერსიტეტს. მე ჯერ არ ვიცი მეთქი, ჩემ ორ-ერთი და 15 ვილაპარაკე, ხო? ჩემი პოზიცია რაც ჩვენთვის უნივერსიტეტის იქნება კარგი, რომ მოვისმენ, მე მგონი და მივხვდეთ რასაც ეხლა ვლაპარაკობ. ჩემი პოზიცია კიდევ ეჭვი. ხო ვიზადები. მე ვარ ლევან ჯაფარიძე, ყოფილი სტუდენტი. ბატონო, თქვენ ახლა რა, ასაგებია. მეც ხარ მეთქვით ინტრიგანი ხარო და აქ რა გინდაო, მეც ხარ მეთქვით. ბატონო, დაწვრანთ რა. თქვენი პოზი როგორც რექტორი. ჩემი პოზიცია რაც წადეთ. კარგია თუ ცუდი შეერთება უნივერსიტეტთან. ბატონო ლევან და ძვირფას კოლეგებო. ზუსტად ის შეკითხვა, რაც მე გითხარით. ზუსტად ის შეკითხვა. ზუსტად ის შეკითხვა. დღეს, როდესაც საკითხი იხილება, პოზიცია გამოდგა. ჩემი პოზიცია, როდესაც მოვისმენ, ყველას ველაპარაკო ისე და თქვენთან ერთად გადავწყვეტოთ ჩვენი გადასაწყვეტი. მადლობთ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები პროტესტს გააგრძელებენ. დღეს ცოტა ხნის წინ დასრულდა აღნიშნული პროტესტი, რაც დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმდინარეობდა, თუმცა შემდგომი პროტესტი უკვე ორშაბათს 2 საათზე არის ჩანიშნული და ეს არიან ის ადამიანები, ვინც ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის მათთვის მიუღებელი. როგორც პროფესორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რა თქმა უნდა, ისინი მიესალმებიან განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს არ უნდა იყოს უნივერსიტეტების განადგურების ხარჯზე დაწყებული რეფორმა და სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რატომაც ისინი აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ამბობენ, რომ ეს იქნება ორი უნივერსიტეტის, ისტორიული უნივერსიტეტების განადგურების მცდელობა და შესაბამისად ეს არის მათთვის მიუღებელი და გარდა ამისა, როგორც ცოტა ხნის წინაც ვუყვებოდით მაყურებელს, დღეს ამ ადამიანებმა ვერ მიიღეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, თუ როგორია თავად უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია, მას მოსწონს თუ არა ის დაგეგმილი რეფორმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააცნო ქართული ოცნების განათლების მინისტრმა საზოგადოებას. კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი. ჩვენ არ ვიცით რა მოგველის რა იქნება განხილვის შედეგი. განხილვა უნდა ყოფილიყო აქამდე, მაგრამ საბეჭდილება იქნება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ტექნიკური უნივერსიტეტი იმსახურებს იმას, რომ იყოს დამოუკიდებელი. არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსტიტუცია ასე ხელის ერთი დასმით განადგურდეს. ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება. გაერთიანებული უნივერსიტეტი ვერ შეასრულებს იმ როლს, რასაც ასრულებდა ტექნიკური უნივერსიტეტი. უზარმაზარი ორგანიზაციის მართვა გაცილებით რთულია, სხვა ალგორითმი ჭირდება, სხვა სტრატეგია ჭირდება და ამის გამომუშავებას და ამის აწყობას დაჭირდება იმდენი დრო, რომ მნიშვნელოვნად დაიკლებს სწავლების ხარისხს. აი ამდენი ხალხიდან, აი ამდენი საზოგადოებიდან, აი აკადემიური სპექტრიდან არც ერთს არ გაუჩნდა დაუშვათ კითხვის დასმის საშუალებმა. მე ერთადერთი რა კითხვაც გამიჩნდა აი ამ დანაპირებიდან იყო ის, რომ მეკითხა მისთვის, რომ ორშაბათამდე რომ გვისტუმრებს სახლში, თუ დებდა ჩვენთან იმის პირობას, რომ ორშაბათამდე რომ მოვიდოდით აქ, არ დაგხვდებოდა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. როდესაც წარმატებულ რეფორმაზე არის საუბარი და დაახლოებით 25,000 სტუდენტი ყავს დღეს გპ-ს და თესეუ რამდენად მზად არის რომ მიიღოს ამდენი სტუდენტი ჩვენი, მაგალითად თუ აქვს ამდენი რესურსი, ერასმუსის პროგრამები, რომელთაც ძალიან ვიწონებთ ჩვენ თავს და თვითონ თესეუც, რამდენად არის ეს ადგილები, რომელიც რეგლამენტირებულია სტუდენტებისთვის, ან გაიზრდება ჩვენი სტუდენტებს, ან ჩვენ გვინდა დავინახოთ რა არის სასიკეთო აი ამ რეფორმაში, იმიტომ რომ საერთოდ არ ჩანს ჩვენთვის დაბლარულია ეს სურათი და გაურკვეველია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომდევნო დღეებშიც პროტესტის მთავარი ეპიცენტრი იქნება, როგორც მოვისმინეთ, ორშაბათს ღია სხდომა ჩატარდება აკადემიური საბჭოსი, სადაც როგორც რექტორი ამტკიცებს, უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი და უნდა მოისმინონ თავად პროფესორ-მასწავლებლების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აქ შეკრებილ ადამიანებს მაინც უჩნდებათ წინასწარი განცდა ამ გამოსვლის შემდგომაც, რომ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, უკვე ეს დამტკიცებული ფაქტია, რაც მოვისმინეთ. თუმცა ორშაბათს ჩანიშნული ეს აკადემიური საბჭოს სხდომა, მათი თქმით, სავარაუდოდ იქნება მხოლოდ ფორმალობის ნაწილი.